მოგესალმებით, მე ორომარა გვარდია და დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ აბარტ 500-ს. დავიწყოთ აბარტ 500-ის განხილვა. ამ ავტომობილის განხილვას, რა თქმა უნდა, დავიწყებ ვიზუალით. აქვს 17-იანი დისკები და ეს დისკები არც კარგია და არც ცუდია, ნორმალურია. წინა ფარები აქვს მრგვალი ფორმის, ნუ რატომღაც ესეთი რაღაცა გადაწყვიტეს იტალიელებმა, რომ აბარტ 500 და Fiat 500 კონდეთ წინა მხარეს მრგვალი ფორმის ფარები. ფერსაც შეეხება, წითელი ფერი ჩემი აზრით ძალიან უხდება და ღია წითელი როა ის ჩანს თუ რა ნაწილები უყენია. რაც შეეხება სუპორტებს, უყენია წითელი სუპორტები და წითელი სუპორტები რო უყენია, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა არის სწრაფი. აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ აბარტ 500 არის ბიჭების მანქანა, ანუ ბიჭური მანქანაა, იმ თვალსაზრისით, რომ სპორტული ვერსიაა და სწრაფია. და Fiat 500 არის გოგოების მანქანა, ანუ გოგოშკური მანქანაა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივი ვერსია და ნელია. კარბონ ფიბერის გვერდის სარკის ხუფები რო აქვს, ნეუეფის დაბალი პრუჟინები, ანუ ნეუეფის დაბალი ზამბარები რო აქვს და ოტისლას ფლიანეცები რო აქვს, წინა მხარეს რო აქვს 10 მმ-იანი ფლიანეცები და უკანა მხარეს რო აქვს 15 მმ და უკანა მხარეს რო აქვს 15 მმ-იანი ფლიანეცები, არა ქარხნულებია ეგ ნაწილები, ანუ იმას გულისხმობ, რომ ეგ ნაწილები მერე აქვს დაყენებული. გადმოუნაცვლეთ უკანა მხარეზე. უკანა მხარეს აყენია ჩვეულებრივი ფორმის ფარები, ანუ არამგვალი ფორმის ფარები, ხო, ანუ არამგვალი ფორმის ფარები. ასევე აყენია დაფიქსირებული სპოილერი, ანუ უძრავი სპოილერი და მაყუჩებზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ეს ის მაყუჩებია, რომლების დამსახურებითაც აქვს მაგარი ხმა. რაც შეეხება ძრავს, 1 და 4 ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავით. ქარხნულა და აქვს 125 ცხენისდალა და 206 ნიუტონმეტრი. ამ კონკრეტულ აბარტ 500-ს ცხენისდალა აქვს 170-მდე აყვანილი და ნიუტონმეტრი აქვს 224-მდე აყვანილი. რა თქმა უნდა, კიდევ აქვს ისეთი ნაწილები გაკეთებული, რომლებიც არიან არაქარხნულები. გაკეთებული აქვს Euroconfusion-ის EQ, ანუ Euroconfusion-ის ბორდ კომპიუტერი. Euroconfusion-ის შემშვები, ანუ Euroconfusion-ის საჰაერო, REM Air ბუთი, Alfa Romeo 4CS Coil PEX-ი და ასევე ბლოუ-ოფი აქვს შეცვლილი. მოდი ახლა გადავიდეთ სალონზე და მანდაც ვისაუბრებ დეტალურად ამ ავტომობილზე. გადმოვიდით სალონზე და რაც შეეხება ამ ავტომობილის სალონს, სალონში გაკეთებული აქვს კარბონ ფიბერის გადაცემათა ყოფის თავი, ანუ ბერკეტი, ნეუეფის ადაპტერი, რომელიც არის აი ამ გადაცემათა ყოფის ნაწილი. სავარძლები აქვს შავი ფერის და ეს სავარძლები არის ქსოვილის მასალის. პედლების საფრები აქვს ალუმინის მასალის. სამპედლიანი როა, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ 5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა ყოფით არის. საჭე აქვს სპორტული, იასნია და აგერ აქვს აბარტის ლოგო, ანუ ემბლემა, ანუ ემბლემა და აგერ მორიელი ახატია, ხო, აგერ ახატია მორიელი, აბარტი აწერია და ორი ფერი არის.
წითელი და ყვითელი. სპორტ რეჟიმიც აქვს, იმიტომ რომ თუ მოგინდა უფრო სწრაფად სიარული, უფრო სწრაფად რო იარო. მონიტორი აქვს 2 ცალი, მარცხენა მხარეს აქვს სპიდომეტრის მონიტორი, ანუ ციფრული სპიდომეტრი, რომელიც ანთია საბედნიეროდ და მარჯვენა მხარეს აქვს საინფორმაციო და გასართობი მონიტორი, რომელიც შამქვალია სამწუხაროდ. ვიზუალს დაუბრუნდით ისევ და დაწყვნას გამოვიტან აბართ 500 მომწონს თუ არ მომწონს. აბართ 500 ვიზუალის თვალსაზრისით და საუნის თვალსაზრისით არ მომწონს, იმიტომ რომ ზოგადად მე აბარტის მოყვარული არ ვარ. ეგრეთ უწავიდა მშეობა, არც ფიატის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ერთაერთი რაც მომწონს აბართ 500-ის არის ხმა. და ნუ მთლიანობაში იმას ვემხრობი, რომ ამ მანქანის ხმა უფრო კარგია ვიდრე ცუდი. ეს იყო აბართ 500-ის განხილვა ომარ აკუბარდიასგან, მომავალ შეხვედრამდე.